გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 123 შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტები განიხილეს. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება. მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაზე, კერძოდ იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილის საქმეზე, როგორც გაგვიზიარეს ინფორმაცია, მათ მიესაჯათ უკანონო პატიმრობა 2 წლისა და 6 თვის ვადით. დანარჩენი ჩვენი თანამოქალაქეები ელოდებიან ეგრეთ წოდებულ სასამართლოს. მათ ედავებოდნენ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთას და ასევე უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, ჩვენ გავიარეთ თითოეული ფაქტი დეტალურად. გამახვილდა ყურადღება უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესის დესტრუქციულ ხასიათზე და ასევე მითითებული იქნა კონკრეტული ლოკაციები, სადაც განხორციელდა აღნიშნული უკანონო პროცესი. ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი იყო სტანდარტული.